მეტროპოლი ერთი წინადადებით რა ბრენდია? უკომპრომისო ბრენდია, მეტყოდი. სამი სიტყვა, რომელიც თქვენს პროექტებს ახასიათებს. ხარისხი, მრავალფეროვნება. მეტროპოლის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ერთ სიტყვაში. დივერსიფიცირებული პორტფოლიო. რომელი პროექტი დაამაყობთ ყველაზე მეტად? ვიტყოდი რომ დასრულებული ბაგების პროექტით, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და მოლოდინებს გადააჭარბა როგორც კვლევა გვეუბნება. მეტროპოლის ლოგო, რას გეუბნებათ პირადად თქვენ? ჩემთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ფრთების გავს. მეტროპოლი რა ჟანრის ფილმი იქნებოდა? ფილმი რო იყოს. რაღაცა ალბათ ძალიან ცხოვრებასთან დაკავშირებული უფრო, იმიტომ რომ საცხოვრებელი სახლი არის. საოჯახო ბიოგრაფიული. ხო, საოჯახო ბიოგრაფიული რა თქმა უნდა. სამუშაო დღის დაწყების რაიმე რიტუალი გაქვთ? ყავა. ყოველდღიურად სამსახურში წავა. ბრენდის მთავარი გამოწვევა დღეს რა არის? ალბათ პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა გრძელვადაში. მეტროპოლის სლოგანი, რომელიც თქვენ პირადად მოგეწონებოდათ არსებულის გარდა. აი ჩაიფიქრე და იმოქმედე და ახლა ცოტა ხანში ვაპირებთ მაგ სლოგანის შემოტანას. ახალი კამპანიით. რა ფერისაა ფული? ფული, ჩემთვის მუქი. საქართველოს როგორც ბრენდს ყველაზე კარგად რა წარმოაჩენს თქვენი აზრით? აი ადამიანის გახსნილი ბუნება, რომელიც მზად არის რომ ბოლომდე დაიხარჯოს აი თუნდაც სტუმრისთვის. აი ასე მგონია მე. ეს არის გახსნილობა. ირინა, მოვყვეთ როგორ დაიბადა ბრენდი მეტროპოლი? ეს 2022 წელს მოხდა, როდესაც იყო საკმაოდ გაიზარდა ბაზარი და მოთხოვნა ძალიან გაიზარდა აი ამ დეველოპმენტის მიმართულებაზე. გახსოვთ თქვენ რომ ეს მერე განაპირობა უკრაინის ფაქტორებმაც შემოვიდა ძალიან ბევრი სხვადასხვა ადამიანი, მიგრანტების ნაკადი იყო და ადგილობრივ ბაზარზეც მოხდა ინტერესის გაზრდა გაქირავების მიზნით, მომავალში და ინვესტიციის მიზნით. შესაბამისად, კომპანიამაც გადაწყვიტა სწორედ აი ამ ზღვაში შეცურვა, ასე ვთქვათ, მაღალი კონკურენციის პირობებში, თუმცა დიდი კაპიტალით, დიდი გამოცდილებით, რომელიც აქვს მენეჯმენტს კორპორაციულ სფეროში და რაც ვთვლი რომ არის აი გადამწყვეტი იმისთვის, რომ კომპანია შედგეს და ამბიციური პროექტებით. დღეს არის მიმდინარე ერთი დახურული პროექტია, სამი ძალიან დიდი პროექტი და ძალიან საინტერესო არის ბათუმში გმირთა ხეივანზე, ყველა ინდივიდუალური, ყველა თავისი განსაკუთრებული შტრიხით. ასევე ჩვენ გვაქვს ქავთარაძის მიმდინარე პროექტი და ორთაჭალაში და დავიწყეთ სუბურბანული პროექტების განვითარება, აი როგორც ცხოვრება, როგორც დასვენება, ესეთ ცხოვრებას თავაზობთ ადამიანებს, ეს არის ლისი და შინდისი და რაღაცა იმ მოლოდინში გვაქვს კიდე 4 ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ძალიან კარგ ადგილას და აი ჩვენი განმასხვავებელიც ეს არის, რომ ვისაც სურს, რომ უძრავი ქონება შეიძინოს და ჩაიფიქრა რომელიმე ტიპის უძრავი ქონების შეძენა, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. და პირველები ვართ ამაში, სხვათა შორის, რომელსაც ყველაფერი აქვს ერთად. რო შეცურეთ ამ ზღვაში თუ ოკეანეში, კარგი გაგებით ბევრი ზვიგენი იყო, ხო? ანუ რეალურად დიდი კონკურენცია იყო. ამიტომ მრავალფეროვნება კარგი მიმართულებაა ნიშის დაჭერისთვის, რომ იყო გამორჩეული. კიდევ რა გამოარჩევს მეტროპოლს? ანუ მისი იდენტობა რა არის იდეაში ეს დაფუძნებული ბრენდი? Ну, მოდი ვთქვათ, ღირებულებით ნაწილში რო ავიღოთ, რაზეც დგას იდენტურობა და ვთქვით კიდევაც, რომ ეს არის უკომპრომისო ბრძოლა იმისკენ, რომ შენი სურვილების რეალიზაცია მოხდეს სინამდვილეში, ეს აი ბრენდის ნაწილში რომ ვთქვათ. და რა თქმა უნდა, მას გამოარჩევს მაინც ეს სრულყოფილი პორტფოლიო, რაც ვიტყვი რომ ძირითადი ღერძია მისი გამორჩეულობის დღეს და იგივე ეს მრავალფეროვნება, რაც ჩაიფიქრე შეგიძლია მეტროპოლში მიიღო ყველაფერი
და ალბათ მაინც აი ადამიანის ცხოვრების სტილზე მორგება ყველა პროექტის ინდივიდუალურად აი ამ პორტფოლიოს მიხედვით. რაშიც განაპირობებს მოსმენად ხო მომხმარებელს? კი, აი, გინდა სახლი ბუნებასთან, მაგრამ გინდა სახლი იმ ადგილას, რომ თბილისთან უფრო ახლოს იყოს, როდესაც შენ ჯერ კიდევ მუშაობ, თუმცა გაქვს მაღალი შემოსავლები, გინდა სახლი ბუნებაში, მაგრამ უკვე შეგიძლია რომ გქონდეს უფრო გრძელი დილა და არ გეჩქარება არსად შინდისია ამისთვის. დავუშვათ საშუალოზე ოდნავ მაღალი შემოსავალი გაქვს, ყავს ოჯახი, ხარ აქტიურ რაღაცა ის საშუალო მენეჯმენტში ჩართული ადამიანი, ამისთვის არის ესეთი ცენტრალური ადგილები. ანუ ყველა ადგილი განსაზღვრულია და მორგებულია იმ ცხოვრების სტილზე, როგორზეც შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში ადამიანი თავის განვითარებაში იმყოფებოდეს. როგორ ესაუბრება ამ ყველაფერზე მეტროპოლი საკუთარ მომხმარებელს ან პოტენციურ მომხმარებელს, მოკლედ ადამიანებს, ვინც ან დაინტერესებულია უძრავი ქონებას შეძენით, ან ინვესტირებით ამ მიმართულებით. ანუ როგორი საკომუნიკაციო ენა გაქვს? საკომუნიკაციო ენა არის ის, რაზე ჩვენ მუდმივად მუშაობთ. იმიტომ რომ ეს არის გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ story telling-ი შემოვიტანოთ ჩვენს კომუნიკაციაში. ეხლა რაც შემიძლია ვთქვა ამ წუთში, ეს არის მარტივი, ეს არის გასაგები ენა და ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს მიმზიდველი როგორც პროექტის მიმართ, ისე ჩვენი კომპანიის ზოგადად მიმართ და ჩვენ გვინდა რომ ეს ღირებულებით და იდეური კავშირი შევქმნათ საბოლოო ჯამში ჩვენ მომხმარებელთან და გამოკვლევითიც ასე რომ ვთქვათ. ჩემი სურვილია რომ ეს კომუნიკაციის ენა იყოს უფრო სათავგადასავლოც მომავალში და ვნახოთ. კუბი, ოვალი, პარალელი, სახელებს როგორ არჩევთ? გეომეტრია რატომ? ხო, რაღაცა სიმარტივიდან გამომდინარე შეირჩა ეს პროექტები. კუბი მართლა იმეორებს ამ ფორმას და რთული ინჟინერული და ძალიან საინტერესო პროექტი არქიტექტურულად და მართლაც ესე კუბები ტრიანებს. ასევე ოვანი სხვათა შორის რაღაცა ზღვის ტალღის სიმეტრიებზე არის აწყობილი. მისი მდებარეობიდან გამომდინარე. ხო, მდებარეობიდან გამომდინარე და ზუსტად ამიტომ როგორც მე ვიცი, გადმოცემით ამ ეტაპზე ზუსტად ეს იყო მიზეზი. სიმარტივე პირველ რიგში. ნაცნობობა. ხო, და რაღაცა ბათუმთან თითქოს რაღაცა ამ სიმარტივით უფრო დაკავშირება ზღვის სანაპიროსთან. სიმარტივეს ასახავს თუ არა სლოგანიც? სახლი რომელიც ჩაიფიქრე. სიმარტივეს ასახავს, იმიტომ რომ სახლი არის ზუსტად ის, რაზეც ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ და ჩვენი ჩანაფიქრების ყველაზე ესეთი განხორციელების ადგილია, ხო? ალბათ ამიტომაც მარტივია ჩემთვის და ძალიან ბევრი რაღაცის მომცველი. მინდა კითხოთ მომხმარებელზე, როგორ იღებთ მომხმარებლის, ასე ვთქვათ, უკავშირს თქვენ. ეს ნაწილი რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდისთვის, რომელიც არ არის დიდი ასაკის, ძალიან კონკურენტულ ინდუსტრიაში კი ბატონო პოზიციონირებს. ამიტომ აი როგორ უსმენთ მომხმარებელს და ეგ არის თუ არა ბრენდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წახნაგი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი რასაც customer experience ეძახიან, ის ხო რეალურად არის ბრენდის გამოცდილება. ჩვენ ამას უსმენთ, ტექნიკურად შეგვიძლია რომ ყოველ დღე მოусმინოთ როგორ ხდება კომუნიკაცია და ამას რა თქმა უნდა რაღაცა შერჩევითი მეთოდით ვაკეთებთ ერთობლივი გუნდი და გარდა ამისა კვლევები სწორედ ცოტა ხნის წინ ქონდა ჩვენ სამომხმარებლო კმაყოფილების კვლევა, რომლის შედეგები ძალიან მოგწონს. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის გამოწვევა, რომელზეც აი ხა დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა და გვექნება საუბარი, მაგრამ მომწონს ძალიან ის, რომ ბრენდი როცა აჭარბებს მოდის, ეს არის ძალიან მაღალი შეფასება და ეს შეფასება დაიმსახურა კომპანიამ ბაგების პროექტის გამოცდილებით პირველ რიგში. შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც გაქვს, თუნდაც ამ სფეროში, ამ მიმართულებით, რა განაპირობებს დობის ჯერ გაჩენას, შემდეგ გაღვივებას ბრენდის მისამართი და ამ ხაზს როგორ მიყვებით? რა არის მთავარი ფაქტორები, რომელიც აჩენს დობას, იმიტომ რომ ნებისმიერ მიმართულებაში ალბათ ბრენდად როცა ყალიბდები, ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სეგმენტში უმეტესაა მნიშვნელოვანი. დაპირების შესრულება. აი, რასაც ჩვენ უპირდებით, განსაკუთრებით ვადების ნაწილში და ხარისხის ნაწილში, დაპირების შესრულება აპირებებს საბოლოო ჯამში ნდობას.
და რა თქმა უნდა, ნდობის განმაპირობებელი არის პარტნიორი და პარტნიორების ის ჯგუფი, რომელიც ოპერირებს აი ამ კომპანიასთან, იქნება ეს მშენებლობის ნაწილში, საინვესტიციო ნაწილში, საბანკო ნაწილში, მაგრამ პირველ რიგში მაინც სიტყვის შესრულება არის, რასაც მე უყურებს მომხმარებენ. რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს და ქალაქის განვითარება? მხოლოდ შენობების აშენება იდეაში არ არის თქვენი მისია. არა, არც მოთხოვნა არ არის ესეთი. აი, მნიშვნელოვანია მაგაზე მომხდარა. თუ კი ადრე წლების წინ იყო მნიშვნელოვანი თვითონ სახლი, როგორც რაღაცა ერთი შენი სივრცე, რომელსაც გამოიხურავდი კარს და იქნებოდი, დღეს საერთოდ სხვანაირად ვითარდება ბაზარი. ახლა აი ევროპულ ბაზარს რო შევხედოთ, საერთოდ ტენდენცია არის შემოსული, რომ ადამიანს თავის სახლში აქვს მაგალითად სამზარეულო, მაგრამ არსებობს საერთოდ სამზარეულო სივრცეები. აი სოლოლოგში რო იყო ჩვენთან თავის დროზე რა. იმიტომ რომ მეტი სოციალიზაცია მოხდეს. ჩვენ რა თქმა უნდა ვუყურებთ ამ ტენდენციებს და აი ვუყურებთ რისი დეფიციტი აქვს ადამიანს და რა დეფიციტის შევსება შეგვიძლია და რა პოზიტიური წვლილი შეტანა შეგვიძლია მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. აი თუნდაც მის მარტოობაში, მის ოჯახში, მის რაღაც განსხვავებულ ცხოვრებაში. აი აქედან გამომდინარე ვუყურებ დიდი სურვილი გვაქვს, რა თქმა უნდა, და მცდელობა და ვაკეთებთ, რომ აი ასე განვავითაროთ. არა მარტო სახლი, არამედ რაც მოყვება ირგვლივ მას რა. განსხვავებით, დამშრომლობთ. არქიტექტურაზე, დიზაინზე ხედავ უნდა ვისაუბროთ. ამიტომ რა როლს თამაშობს ეს კომპონენტი? იმიტომ რომ ზოგადად ბრენდინგშიც ალბათ მე მნიშვნელოვანია, რომ მარტივია ბრენდის სახის შექმნა, როდესაც მისი არქიტექტურაც, პროექტების და ბრენდიც დიზაინის გამორჩეულია, ხო? შენ იმარტივდება. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ხა ესთეტიკის ნაწილი არის. და აი რა თქმა უნდა ხუშინ ჩემთვისაც ვფიქრობდი რომ როდის აკეთებს რას და რას შორის აკეთებს ხო ხა საბოლოო ჯამში ჩვენ მივალთ იქამდე რომ წესით იმიტომ რომ მოთხოვნების განვითარებასთან სტანდარტის განვითარებასთან ერთად ყოველს უნდა გქონდეს ხარისხი ასეთი ხო საბოლოო ჯამში ჩვენი განმასხვავებელი იქნება ზუსტად ის გარემო რასაც შევქმნით ბრენდი რა ენაზეც ვისაუბრებთ და რასაც დავიცავთ ერთად მომხმარებელთან ერთად და რა თქმა უნდა არქიტექტურა და ესთეტიკა რომელშიც ადამიანი იცხოვრებს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და აი ვფიქრობთ რომ რაღაცა შედევრივით იქნება და ბათუმს დაამშვენებს ჩვენი კუბის პროექტი, რომელიც მართლა გამორჩეული არქიტექტურის არის და როცა შედება უკვე კარკასი ჩამოსხმულია და იქ რაღაცა ისეთ ბრუნებებს აკეთებს თლიანად, აი რაღაცა ბრუნვაშია თითქოს მთელი შენობა და რა თქმა უნდა, აი ლისის განვითარების მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩვენ ხო სახლებს არ ვთავაზებთ, მაგრამ პროექტების შეთავაზების ნაწილში, რომელიც საჩუქრად მოყვება ამას და თვითონ ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში წამყვან არქიტექტორებს ვესაუბრებით და რა თქმა უნდა მე ხდება ცნობილი იგივე შინდისის მიმართულებაში ვინ იქნება ჩვენი პარტნიორი ამ მიმართულებით რომ უნიკალური იყოს იმიტომ რომ ადამიანს რა უნდა რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და ასევე უნდა რომ თავის უნიკალობა გამოხატული იყოს თავისი ესთეტიკით სადღაც რომელიღაც სივრცეში რაღაცა არჩევანში და თავისი ესთეტიკის რეალიზაცია თავისი რაღაც გემოვნების ასე ვთქვათ რა და აჩვენებს მან ხო არის რისკები რომ პროექტები რომლებიც ესე განსხვავებული და ინდივიდუალურია ცალ-ცალკე შეიძლება რაღაცა მე ბრენდის საერთო ხაზს აცდეს ანუ მან როგორ ბალანსდება აი რატომ იმიტომ რომ ბრენდი როცა კეთდება ყოველთვის კეთდება უფრო დიდი დაპირება ეს დიდი კოლგა ასე ვთქვათ რომელსაც შეუძლია რომ მოიცვას და აი სახლი რომელიც ჩაიფიქრე იმ ხელა განაცხადია ასე ვთქვათ რომ მე შეიძლება ჩავიფიქრო სახლი ინვესტიციისთვის ჩავიფიქრო სახლი ბუნებაში შეიძლება ჩავიფიქრო აი ასეთი არქიტექტურის სახლი ყველაფერს მოიცავს და რა ვიცი ბოლო ჯამში ვიღებთ ალბათ იქ ცხოვრებას როგორც ჩავიფიქრეთ მე ამიტომ მე ძალიან მომწონს ეს მოტო ასე ვთქვათ ზუსტად იმიტომ რომ ყოვლის მომცველი არის და სახლია ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ჩანაფიქრი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ხო ერთ-ერთი რა თქმა პარტნიორობა ლუვრ ჰოტელს გრუპთან რამდენად მნიშვნელოვანია იდეაში მეტროპოლისთვის და სამში რასაც დებს ეს პარტნიორობა კომპანიასთან იმ ეტაპზე განვითარებისა, რომელზეც ახლა მეტროპოლი. კომპანიას ადლებს განვითარების საშუალებას და კომპეტენციის დაგროვებას, იმიტომ რომ ის არ იქნება შენი პარტნიორი, თუ შენ არ დააკმაყოფილე გარკვეული პარამეტრები და არ იქნება საუკეთესო კომფორტის შექმნაში, ხარისხის უზრუნველყოფაში, ამიტომ როცა ესეთი პარტნიორი სტანდარტს გიწესებს შენ და შესაბამისად ჩვენ აი მაღალი დაწესებული სტანდარტით მოქმედებთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ მოვიპოვებთ ასეთ პარტნიორობას.
ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენივე განვითარებისთვის არის ეს, რა თქმა უნდა. მეორე ის, რომ როდესაც საინვესტიციო პროექტებში არის ასეთი პარტნიორობა. ეს არის უკვე ნიშანი, ხარისხის ნიშანი იმ ადამიანისთვის, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, ვინც უბრალოდ სუფთად ინვესტიციისთვის უყურებს, ხო, როგორ აიწევა მისი ამონაგების შემდეგ აი ამ თავისი ინვესტიციიდან, ასევე გარანტია იმისა, რომ ეს ყველაფერი შედგა კარგად და საუკეთესოდ. ხო, გეხმარებათ მე ნდობის მოპოვებაში ალბათ. კი, აი ორი მხარე აქვს, ჩვენს განვითარებს და ნდობასაც აფორმირებს. როგორ უყურებთ განვითარების, ასე ვთქვათ, გზას 5-10 წლის შემდეგ, სად შეიძლება იყოს მეტროპოლი? ვიცი რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ არის ფიქრი საერთაშორისო პროექტებზე, შეიძლება ეს საშუალოვადიანი გეგმა იყოს, ან გზეულობიანი, მაგრამ იდეაში 5-10 წლიან პერსპექტივაში როგორია მეტროპოლის განვითარების გეგმა? როგორც მე ვიცი, საკმაოდ აქტიური, ასე ვთქვათ, ხედვა არსებობს განვითარების და ეს განვითარება მოიცავს როგორც საქართველოს დღეს თუ თბილისში და ბათუმში ვარ წარმოდგენილები აქტიურად მიმდინარეობს მოკვლევა, რომელი ქალაქი შეიძლება იყოს, თუნდაც საქართველოში ისეთი, რომელსაც აქვს მაღალი პოტენციალი ზუსტად ჩვენთვის აი ამ ბიზნესისთვის და აუცილებლად როგორც კომპანიის, სურვილი არის კომპანიის, რომ გავიდეს ფარგლებს გარეთ. სხვადასხვა სურვილები არსებობს ამ მიმართულებით და ვნახოთ სად იქნება შემდეგი გაჩერება. რომ ბრენდს ქონდეს ეგეთი სტრატეგია 5-10 წლიანი განვითარების, ანუ ეგ გადამწყვეტი არის, რომ ბრენდს ქონდეს 10 წლიანი განვითარების მინიმუმ 10 წლიანი სტრატეგია, იმიტომ რომ სამშენებლო მიმართულება ის დეველოპმენტის მიმართულება 5 წლიანი განვითარება მისთვის ძალიან მოკლე არის. ეს შეიძლება საკონსულტაციო კომპანია საქართველოში იყოს და რა თქმა უნდა სამშენებლოს სჭირდება გრძელვადიანი ხედვა. ეს ხედვა არის მუდმივად მუშავდება. თავიცი მომავალი დაგეგმილი პროექტებიც უკვე იმხელა, რომ მინიმუმ 5 წლიანს ვხედავთ უკვე მაშინ აქტივში და რაც დაიგეგმება კიდევ ამის შესაბამისად დავინახავთ შემდეგ წლებსაც. წარმატებები. დიდი მადლობა თქვენს წარმატებები. ვადევნებ თვალს ქართული ბიზნეს განვითარებას, მეტროპოლის სვლას წარმატებისკენ, რომელიც საკმაოდ კარგად აქვს აღებული მისი საინვესტიციო პროექტების ფინანსურ მოცულობას თუ გავითვალისწინებთ და გეოგრაფიულ მოცულობასაც და მადლობა რომ იყავით მეტროპოლის ბრენდის ხმა. მოხვედით ჩვენ. დიდი მადლობა.